6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ტყვეთა განმანთავისუფლებელისა და გლახაკთა ხელის აღმყრობელის, სნეულთა მკურნალისა და მეფეთა უძლეველი წინამბრძოლის, ღვაწლით შემოსილი დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. თანამსახურებდნენ ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ქადაგებით მიმართა მრევლს და სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს გიორგობას და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა წმინდა გიორგის ლოცვით მშვიდობა მოგმაგოთ თქვენ და საქართველოს, სრულიად საქართველოს და ჩვენს ეკლესიას. დღეს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული გიორგობა. დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ღვთის სახელით აწამეს და დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ხედავთ ამ წამების სიდიადეს, წამების შედეგს. ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება, იმპერატორი დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი. თითქოს ორივე იცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. წმინდა გიორგის მხარესა ჭეშმარიტება. და წმინდა გიორგი გრძნობდა ღვთის მფარველობას მუდამ. მაგრამ დგება ისეთი წუთები, ისეთი ჟამი, როცა თითქოს ღმერთი ტოვებს ადამიანს, როცა სისხლდინარე წმინდა გიორგი შეიყვანეს საკანში და სისხლით იცლებოდა. წმინდა გიორგი გახსენდა სიტყვები მაცხოვრისა, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში წმინდა გიორგი დატოვებული არ იყო და მას მოესმა ხმა უფლისა, ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ. აი ჩვენც როცა ვხედავთ ამდენ განსაცდელს, ამდენ უსამართლობას, ჩვენც გვესმის ხმა უფლისა, საქართველო ნუ გეშინია, უფალი ჩვენთან არის. დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მღერვალება საქართველოში. ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება
მიღების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოვაქცევო. საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არადროს არავის არ ჩაგრავდა. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს. მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე არ მეთქვა ის იქნებოდა გასაკვირი და ის იქნებოდა საოცარი რომ არ მეთქვა მე ვალდებული ვარ და მეთქვა არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას ასეთ კანონს და მე მინდა ვთქვა რომ გავა დრო როცა ჩვენ თვითონ გავიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვე უფალს რომ უფალმა შეგვინდოს შესაძლებელი ჩვენი ფსიქოლოგიური ღმერთი მოწყალია და ღმერთი ვაპატიებს ჩვენს ცოდნებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა გიორგის დიდ დღესასწაულს, განსაკუთრებით ულოცავ იმათ, ვინც ატარებს წმინდა გიორგის სახელს. მადლი ღვთისა და სიყვარული ღვთისა, მყარველობა ღვთისა და ლოცვა წმინდისა გიორგისა გვფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ამინ. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.